კონკრეტულად ვიცით, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსი და ვიცით, რომ გავაკიდე 1 წელი და შემდეგი წლის ბოლოს ასევე ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ქართული ოცნების პირობებში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მე მგონია რომ ნული გვაქვს შანსი რეალურად დაძვრეს. მე არ მჯერა რომ საქართველოს რაიმე სტატუსს მიიღებს. ძალიან კარგად იციან რომ ევროპაში არათუ წევრად კანდიდატად შესვლის შანსიც არ გაგვაჩნია დღეს. დადებითი გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიმსახურებთ. თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მე ვიტყვი რომ ეს იქნება სამართლიანი. რანაირად შეიძლება ევროკავშირის წევრი გავხდეთ? რანაირად შეიძლება ევროკავშირის წევრი ვიყოთ? ხო გამორიცხულია ეგა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს ისტორიული შესაძლებლობა ოცნების ძალისხმევის მიუხედავად არ მიიღოს. არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა. რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თქვენ პირობებში ვერ მივიღებთ. არ მიცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. პირველი სტატუსის აღმოცემა, რომელიც იყო ნამდვილად და სწორედ მე არ მიმაჩნია რომ შეცდომა